ღვერკისა და ხემაღალის სოფლებში მეწყერის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა ჯანდაცვის მინისტრს შეხვდა. მათი განცხადებით, ეკომიგრანტების სტატუსი, რომელშიც ისინი მოიაზრებიან, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ადგილობრივები სვამენ მთავარ კითხვას, არიან ისინი ბუნების დაუძლეველი ძალისმსხვერპლი თუ მათი წლობით ნაშენები სახლები და მიწები მეწყერს ადამიანის ბუნებაში უხეშად ჩარევამ შეიწირა. მათი თქმით, მეწყერის შესაძლოა რკინიგზის მშენებლობას უკავშირდებოდეს, რის გამოც ისინი რკინიგზის სააგენტოსგან შესაბამისი დოკუმენტების გასაჯაროებას ითხოვენ. საკითხები წამოვჭერით მინისტრისთვის შეიძლება ცნობილი არ ყოფილიყო და გვინდოდა რომ ეს ინფორმაცია მიგვეწოდებინა ის დოკუმენტი და დასკვნა რომელზეც დაყრდნობით ეს გადაწყვეტილება მიიღეს რომ ჩვენ ეკომიგრანტებად გვცნეს აქ იყო ორაზროვნად ჩაწერილი როგორც შეიძლება ყოფილიყო ბუნებრივი მოვლენა ასევე შეიძლება ყოფილიყო რკინიგზის ბრალეულობა. სანამ რკინიგზის ბრალეულობა არ გამოირიცხება, მოსახლეობა არ თვლით, რომ ჩვენ ვართ ეკომიგრანტები. არ ვიცი, ჩვენ დახმარებაზე არ არის, სიმართლის დადგენაზე აქ. დახმარებაზე არ არის მხოლოდ რა, აქ არის სიმართლის დადგენაზე. ყველამ ვიცით, რა ხდებოდა, არის დოკუმენტები, რომლებიც უნდა იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი და რომელ დოკუმენტებსაც ჩვენ არ გვაძლევენ. რა თქმა უნდა, ბატონი მინისტრი ვერ დაგვეხმარებოდა ამ დოკუმენტების მიღებაში, ჩვენ ეს ისედაც ვიცოდით, აქ რომ მივდიოდით, უბრალოდ მოვედით აქ იმისთვის, რომ ინფორმაცია მიგვეწოდებინა, რომ ის ბრძანება, რომელიც საბოლოოდ გამოიქცა და ეს ბრძანება იყო იმ კვლევაზე დაფუძნებული, იმ კვლევაშიც სწორად არ არის გაწერილი, მიზეზი არ არის დადგენილი, ზუსტად არ არის გაწერილი, ორაზროვნად წერია და პლუს ამას ნახეთ როგორი სიტუაცია, ჩამკეტები არსებობს. ახალ ბრძანებაში წერია ესეთი რამ, რომ თუ ამ თანხას აიღებს მოსახლე მეტი ვერასოდეს ვეღარ გამოთქვას პრეტენზიას ვერც კერძო კომპანიასთან და ვერც სახელმწიფოსთან. ასევე არის მეორე ჩამკეტი, კვლევაში აკრძალული აქვს ამ ტერიტორიაზე გადაადგილება. ანუ აქ მარტო სახლზე და ეზოზე კი არ არის, არის ვენახებზე, ხეხილზე, გაშენებულ ბაღებზე და ნაკვეთებზე საუბარი, რომელიც მიწას მიაქვს. მოსახლემ უნდა დათმოს ყველაფერი ამ ერთი ხელმოწერით უნდა დათმოს მთელ სოფელში, რასაც ფლობს და უნდა დატოვოს ტერიტორია. გარემოზე ზემოქმედების შეფასება, გეზეში, რასაც ეძახიან, არ არსებობს. კვლევა თუ ეს ტერიტორია იყო მეწყრული და მეწყერის საშიში, კვლევა სანამ ამ თისფერს ჩამოჭრიდნენ, ფერდობს სანამ ჩამოჭრიდნენ, უნდა იყოს, არ არსებობს. არ არსებობს მონიტორინგი, არ არსებობს ზედამხედველობა. თუ დოკუმენტებს გამოგვიჩენენ, გვანახებენ და დავწმუნდებით ჩვენ იმაში, რომ რკინიგზას ბრალი არ მიუძღვის, რკინიგზას რა არის, რკინიგზის მაგისტრალის დროს წარმოებულ სამუშაოებებს და აფეთქებებს. თუ ბრალი არ მიუძღვის ამ ყველაფერზე, მერე შეიძლება ხო ვილაპარაკოთ ეკომიგრანტის თანხაზე ან რამეზე, მაგრამ თავს არ ვცნობთ ჩვენ ეკომიგრანტებად არ ვართ და ვიძახით, რომ სხვა რაღაცაშია სიმართლე და ამ სიმართლის დამტკიცების საშუალება რომ მოგვეცეს, მაგიტომ ვართ აქ შეკრებილი ამდენი ხალხი. მოსახლეობისთვის მიუღებელია ის საკომპენსაციო თანხა, რომელსაც სახელმწიფო ეკომიგრანტის სტატუსის ფარგლებში სთავაზობთ. გამოქვეყნებულ განკარგულებაში, რომლის ამონარიდიც დაზარალებულებს წარუდგინეს წერია. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხა ოჯახზე განისაზღვროს. A. 50,000 ლარის ოდენობით, თუ დაზარალებულ ოჯახს არ აქვს საკუთრებაში რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. B. 30,000 ლარის ოდენობით, თუ დაზარალებულ ოჯახს საკუთრებაში აქვს ან ჰქონდა რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და 2025 წლის 1 ივნისის შემდგომ გაასხვისა. ასევე თუ 2025 წლის 1 ივნისის მდგომარეობით დაზიანებული სახლის მესაკუთრემ, რომელიც ამ თარიღისთვის ფლობდა ალტერნატიულ საცხოვრებელს და გაასხვისა დაზიანებული საცხოვრებელი სახლის კუთვნილი წილი. მინისტრი გვიმტკიცებს, რომ 30,000 ლარად და 50,000 ლარად შეიძლება საცხოვრისის ყიდვა. ჩვენ პირველ რიგში არ ვთვლით თავს ეკომიგრანტებად. ჯერ ეგ დასადგენია, რომ ეკომიგრანტები ვართ. და მეორე რიგში თუ დადგინდება 30,000 ლარი, რა ლოგიკით გამოიყვანეს ციფრი, რომ რაიმეს ყიდვა შეიძლება, ბაზარზე მოიძიონ ინფორმაცია, რა შეიძლება რომ ვიყიდოთ. ჩვენ ვერ მოვძებნეთ ეგეთი ვერაფერი. ძალიან გვაინტერესებს თუ რამეა ხელმისაწვდომი 30,000 ლარში და პირველ რიგში ის არის გასარკვევი ვარ თუ არა ჩვენ ეკომიგრანტები. 2013 წელში
მოგვანიჭეს, მაგრამ ჩვენ არ ვეთანხმებით. 2013 წელშია, როგორც ვიცი, თუ 12 წელში მიღებული ეგ გადაწყვეტილება, რომ 30000 ლარი უნდა იყოს ეკომიგრანტის აზღაურება. რა ვიცი, ახლა 2013 წლის შემდეგ თქვენ გამოთვალეთ, რამდენი წელი გავიდა, რამდენჯერ მოხდა გადაფასებები ქონებების, რამდენჯერ შეიცვალა საარსებო მინიმუმი და 1000 რამ. ჩვენზე მეტი კარგად იციან, მე მგონი თვლა და რა ვიცი, ახლა მე მგონი არარეალურია. ჩვენ იქ მარტო სახლები არ ქონდა, რა ვიცი, ეზოები, სახლები ისე მოპირკეთებული, ისე მოწყობილი, რომ მართლა 60-ს გავდა და ეხა ყველაფერი მიწაში ჩადის და შორიდან ცოტა იოლია და ადგილზე თუ ვინმე მივადა ნახავს დაწმუნდება მთელი 3 და 4 თაობის ნაშრომი მიწაში რო ჩადის რამდენად რთულია. ძირითადი მოთხოვნა იყო ანუ კომპენსაციის თანხაზე. ჩვენ ვეუბნებით რომ ეს თანხა არ არის საკმარისი, ვეუბნებიან რომ ეს თანხა არის საკმარისი და ამ თანხაში შეიძლება სახლი იყიდო თავის მიწიანა, რაც იქ ჩარჩა, ის სახნავსათეს სავარგულები, რაც იქ ჩარჩა, ანუ შეიძლება სახლის ყიდვა იმ ტერიტორიაზე, ანუ რაც იყო ის კვადრატულობაში, როგორც იყო იმ ზონის სახნავსათეს, სინამდვილეში არ შეიძლება ამ თანხაში მაგის ყიდვა. გამომდინარე იქიდან, რომ მიმდებარე და მსგავს ტერიტორიაზე თუ სადმე დავაპირებთ, მაგ ფასში არ არის. არა. სადმე არის ფასში ახლა მიწა? სახლი? ამბობენ რომ არის და მე არ ვიცი. შეიძლება სადღაც იყოს ისეთ ადგილას, რომელშიც ანუ უარეს მდგომარეობაში ცხრაშია საქმე. საკითხს ვაყენებთ ეს. და ზოგადად ლოგიკურად ესე არის რა. რო ვარ რაღაც მდგომარეობაში, უარეში კი არ უნდა წამიყვანო, უნდა ეცადო ის რომ გამიუმჯობესო. აი მაშია საქმე. ახლა უარეში თუ წავალ სადღაც შეიძლება მართლა კი ნახოს 1-2 სახლი, 1-2 სახლი ყოფნის 112 ოჯახ, არ ყოფნა. აი ეგ იყო სახლი, აი ვაფშე კრიშიან ყველაფრიან დაფრულია. ეს კრიშას სხვა რაღაცის არის ვაფშე სავარაუდოდ. ვაფშე ერთი სახლი არის დამალული თავიდან ბოლომდე. აქ, აი საიდან არის დაწყებული მოწყვეტა. მიწის. ახე, ხელაზე. აი ეგ არის სახლი, არა ქვემოთ, აი. თლიანი, ორსართულიანი სახლი იყო მან. აქ იდგა სახლი, აი, ამ ადგილას. და ამას შეხედე ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომპენსაციის ოდენობა, არამედ იმის გარკვევა, რა გახდა მეწყერის რეალური მიზეზი, სტიქიური მოვლენა თუ ინფრასტრუქტურული სამუშაოები. მეწყერული პროცესები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხემაღალსა და სოფელ ღვერგში 2025 წლის მაისის ბოლოს გააქტიურდა და უკვე ივნისში მოსახლეობამ შეამჩნია ძლიერი ნაპრალები და დაზიანებები სახლებსა და ეზოებში. საინჟინრო გეოლოგიურ კვლევას 2 თვემდე დასჭირდა და მერიის დაკვეთით ჩატარდა. გეოლოგებმა დასკვნაში გამორიცხეს სარკინიგზო ჭრილის მოწყობით გამოწვეული რელიეფის ცვლილების უარყოფითი როლი ხარაგაულში გააქტიურებულ მეწყერთან კავშირში, რასაც საეჭვოდ მიიჩნევენ ადგილობრივები. და ამას შეხედე მიწა რამ ხელაზეა დაწეული. ხა გზა შედიოდა, მანქანა შეაყენეს, ვეღარ გამოაყენეს. აი რა, დარჩა საწოდავი აგე. ნახე სად არის ამოდეული და რა ის ობები აქვს დაშლილი სულ. სასურსათო პროდუქციის მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა. საორგანიზაციო სხდომაზე კომისიის წევრებმა თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე აირჩიეს. საორგანიზაციო სხდომაზე კომისიის წევრებმა პარლამენტის დროებითი კომისიის დებულება დაამტკიცეს. დებულების თანახმად კომისიის მიზანია თავისი კომპეტენციის ფარგლებში სასურსათო პროდუქციის მედიკამენტებისა და საწვავის ფასების ზრდის საკითხის სისტემური, კომპლექსური და ფაქტებზე დაფუძნებული შესწავლა, ფასების ფორმირების მექანიზმების ობიექტური შეფასება და შესაძლო პრობლემური გარემოებების იდენტიფიცირება. სასურსათო პროდუქციის მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია 14 წევრისგან შედგება. კომისიაში არიან ქართული ოცნების, გახარია საქართველოსთვის, ხალხის ძალისა და ევროპული სოციალისტების წარმომადგენლები. იყო აი ამ წარმოდგენილი დებულების მიხედვით, სადაც გაწერილია უფლება მოვალეობები და ფუნქციები ამ კომისიის
აქ არ იყო გაწერილი კომისიის წევრის უფლებამოსილება. და უბრალოდ მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია და ჩვენი პოზიცია, რომ კონკრეტულად გაიწეროს და დაფიქსირდეს დებულებაში, რისი უფლება აქვს კომისიის წევრს, რისი მოთხოვნის უფლება აქვს კომისიის ხდომაზე, დავაფიქსირებ პირველ ხდომაზე, რომ ჩვენ გუნდს გვაქვს ჩვენი მოსაზრებები, შენიშვნები, წინადადებები, ინიციატივები, რომელსაც კომისიას წარუდგენთ. გვაქვს გეგმა, პირველ რიგში დავიწყებთ საკვე პროდუქტების და პირველადი მოხმარების საგნების შესწავლის, ფასწავლების შესწავლის პროცესი იქნება ძალიან გამჭვირვალე. გეგმად შევხვდეთ ბიზნესის წარმომადგენლებს სექტორში, წამყვან ბიზნესს, შევხვდეთ როგორც მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ დეტალურად შევისწავლოთ ბიზნეს პროცესები, რა იწვევს ფასტაკმოქმედის ჯაჭვის სიდიდეს, რატომ არის ის უფრო მაღალი საქართველოში, ვიდრე არის ის სხვა საქართველოს კავშირის ქვეყნებში. რაც გავაკეთეთ არის, რომ ფასები შევინარჩუნოთ. ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, რომელმაც ესეთი პარტნიორული რჩევა ქონდა, რომ მოდი სანქცია დაუწესე რუსეთს, ჩაკეტე საზღვარი, ფრენა არ დაუშვა. ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, არათუ ფასების დაწევაზე გვექნებოდა დღეს საუბარი. დღეს იქნებოდა ორმაგი და სამმაგი ფასები და ეს დადასტურდა კვლევითაც. უმარტივესი არითმეტიკა არის, რომ დღეს თუ მაგალითად ფქვილი შემოდის ნაწილი რუსეთიდან, ან ბენზინი შემოდის ნაწილი რუსეთიდან, იმიტომ შემოდის, რომ ბიზნესი უყურებს სადნახოს უფრო ხარისხიანი, უფრო იაფად. ამასო ჩაგვაკეტინებდა ბრიუსელი, ამასო ჩაგვაკეტინებდა. აი მე უნდა გენახათ, სადაც გაძვირდება საწვავი, იქ გაძვირდება ვაშლის, ყველაფერი გაძვირდებოდა. სადაც გაძვირდება ფქვილი, იქ გაძვირდება პური. აი ამას გვირჩევდა ბრიუსელი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება. პროფესორები და სტუდენტები კვლავ ეწინააღმდეგებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას. როგორც ცნობილია, პარასკევს 6 თებერვალს მინისტრ გივი მიქანაძესთან თესეუსა და სტუს რექტორატისა და ლექტორების გაერთიანებული შეხვედრა გაიმართება, სადაც ორივე უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხზე საუბარი შედგება. საკითხთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა ირაკლი კობახიძემ. ის ფაქტი, რომ საქართველოს სახელმწიფო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მომცემს იმ განათლებას, რასაც მადლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, არის აბსურდი, იმიტომ რომ ჩემი ფაკულტეტი, სატრანსპორტო სისტემის და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი არის სუფთა საინჟინრო მიმართულებით გამართული ფაკულტეტი, რომელსაც აქვს სუფთა საინჟინრო სპეციალობები, მაგალითად მექანიკის ინჟინერია, მაგალითად ლოგისტიკა, სამეწარმეო ბიზნესი. ეს ის სპეციალობებია, რომელიც არ ისწავლება არსად გარდა ტექნიკური უნივერსიტეტისა და იმ გადაწყვეტილების მიხედვით, რომელიც ახლა რეალობად იქცა სამწუხაროდ უნდა გაუქმდეს STU და დაირქვას TSU, არის აბსურდი. იმიტომ რომ ტექნიკური დარგი ისწავლება მარტო ამ უნივერსიტეტში. როდესაც უნივერსიტეტი მიმართულია და ორიენტირებულია იმაზე, რომ ჰუმანიტარული სპეციალობები იყოს მასზე მაღალ დონეზე, ის ტექნიკურ საგანს და ტექნიკურ ფაკულტეტს ვერანაირად ვერ გაუძღვება წინ. ამიტომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უნდა დარჩეს, იმიტომ რომ თუ ჩვენ გვაქვს იმაზე პრეტენზია, რომ სახელმწიფოში უნდა გვყავდეს წამყვანი ფაკულტეტი საინჟინრო მიმართულებით, ასეთი უნივერსიტეტი როცა გაქვს, არ უნდა გაუქმო და ამით შეურაცხყოფა უნდა მიახენო ამას 4 წლიდან არც ისტორიას, არც მის ღირსებას და არც სახელს. ეხეთ რა არ ქონდა აზრი, ეხლა იკვეთება რომ აზრი არ ქონდა ამას, იმიტომ რომ ჩვენთან ჩვენი წარმომადგენლები როცა მინისტრის მოადგილე შევხვდნენ, გამოვიდნენ რაღაცა უფრო დადებითი განწყობით, მაგრამ უჩინდელმა უნივერსიტეტის მასწავლებლების, პროფესორ-მასწავლებლების შეხვედრა მათ ჩვენა რომ ეს არ არის ესე. ნუ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე. არ შეიძლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმება. არ შეიძლება, ეს არ არის შეერთება, ეს არის გაუქმება და ეს არ შეიძლება. ახლა ვისაც გაზაფხულზე აბიტურიენტს არჩევანის გაკეთება უწევს და სასწავლებლების ჩამოთვლა, რას ჩაწერს აქ? მთავრობის გადაწყვეტილების მიხედვით იქნება მოხდარი დადარებები, კვოტირების გაკეთება და იქნება პირდაპირ მითითებული პროგრამა და შესაბამისი უნივერსიტეტი. რეორგანიზაცია დასრულებული არ არის, თავისთავად ორივე უნივერსიტეტი სამართალ სუბიექტურობას შეინარჩუნებს. საქართველოს ტექნიკური
ტექნიკურ უნივერსიტეტს თუ ექნება იმ მოცემული მომენტისთვის რეორგანიზაციის პერიოდში ჩაწერ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, თუ თბილისის სახელმწიფო ბერლის ქვეში, მას შემდეგ რაც ანკეტა კითხარები გაიხსნება, მას შემდეგ რაც საქართველოს მთავრობა დაადგენს შესაბამის პროგრამებს, ქოტირებების ნაწილს, მათ შეეძლებათ ამის მიხედვით არჩიონ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იმის გამო, რომ რეორგანიზაცია შეიძლება დასრულდეს რამდენიმე თვის შემდეგ, რამდენიმე ვერ გეტყვით ზუსტ დროს, მოგეხსენებათ, რომ ორ უზარმაზარ უნივერსიტეტზე ვლაპარაკობთ, ამ მიმართულებით არანაირი შეზღუდვა განსაკუთრებით სტუდენტების სწავლებასთან დაკავშირებით არ იქნება. სავარაუდოდ ორივე უნივერსიტეტი დახვდება ისევ? მარტში ნამდვილად დახვდება, შემიძლია 100%-ით გითხრათ. სხვა თეორიული შანსი არ არსებობს. მონაწილეობდი იმისთვის, რომ გაიმართება სენატის სხდომა და იქ მივიტანო ჩემს კოლეგებთან ის აზრი, რაც თქვა დაფიქსირდა. დაფიქსირდა ერთადერთი რამ. მიღებულია გადაწყვეტილება უხეშად, ზემოდან, ისიც კი არ ვიცით, ვინ მიიღო, როგორ იგეგმებოდა ეს, კონკრეტულად როგორ წარმოუდგენიათ ამ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი. უბრალოდ მიიღეს გადაწყვეტილება, უნივერსიტეტს და საუნივერსიტეტო საზოგადოებას ასე ვთქვათ გააცნეს შემდეგ და ეხლა ჩვენ უბრალოდ გეკითხებიან, ასე ვთქვათ, რა კონტრარგუმენტები გაქვთ იმის შესახებ, რაზეც არც გზამკვლევი არსებობს, არც პროექტი არსებობს, არც გეგმა არსებობს, არც კონკრეტული ხედვა არსებობს, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ უნივერსიტეტების გაერთიანება. წლებიდან მოყოლებული, როცა გაჩნდა ეს მთელი პრობლემები, ტექნიკური მიმართულება საკუთარ უნივერსიტეტში იქცა ერთგვარ გერად. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა და ვიღაცას თუ არ უნდა ამის გამოსწორება. ეს არასწორია. არის ძალიან დიდი დეფიციტი, როგორც სახელმწიფო სექტორში, მშენებლობით არის სახელმწიფოც, როგორც მოგეხსენება, დაკავებული, არის მიმართულებები, სადაც ერთი ინჟინერი არ არსებობს ქვეყანაში. გაერთიანების პირობებში ცალკე განსაკუთრებული გამორჩეული ყურადღება დაეთმობა ტექნიკურ მიმართულებას, ჩამოყალიბდება ცალკე სკოლად, რომელსაც ექნება თავისი ავტონომიის მაღალი ხარისხი და შესაბამისად ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენ გვეყოლება ბევრად მეტი კადრები და მაღალკვალიფიციური კადრები, თურმე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის საუკუნოვანი ბრენდი. მე მინდა შეგახსენოთ, რომ თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს, რომ კითხვაც კი არავის გასჩენია, ხო? ეს საუკუნოვანი ბრენდი საერთოდ გაქრა. როცა გადაერქვა პოლიტექნიკური ინსტიტუტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და კიდევ ერთხელ 1992 წელს მოხდა ეს და 92 წლიდან იწყება პრობლემები. ჩვენ მზად ვართ აქაც დისკუსიისთვის, თუ იმეს რაიმე არგუმენტი ექნება იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთდეს ან რა არ უნდა გაკეთდეს, ხო? მაგალითად, ინფრასტრუქტურა უნდა გაუმჯობესდეს თუ არ უნდა გაუმჯობესდეს. ოპტიმიზაცია არის საჭირო რესურსების, აქ არის გულისხმობა კადრების ოპტიმიზაცია, ზოგადად საუბარია ფინანსური რესურსების ოპტიმიზაცია, არის საჭირო თუ არ არის საჭირო. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვის, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალებების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტზე 1999 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლები პირი და 1987 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე სხვადასხვა დროს დააკავეს. სამართალდამცველება თბილისში დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცება დამოიღეს სარეალიზაციოდ დაფასებული ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის მეტადონი და გამომშრალი მარიხუანა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260, 260 კვარტა და 273 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს ორი პირი წარსულში ნასამართლები და ერთი ბელორუსის მოქალაქე. სამართალდამცველების მიერ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცება დამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ მითითებული რამდენიმე ადგილიდან ასევე ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება მეტადონი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 260 კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სოფლიოში კიბოს დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრში ღონისძიება გაიმართა, ისაუბრეს ონკოპაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე. აქცენტი გაკეთდა სკრინინგის აუცილებლობასა და მის ხელმისაწვდომობაზე. ყურადღება გამახვილდა იმ ცვლილებებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში განხორციელდა. ითქვა, რომ გაიზარდა ქიმიოთერაპიის სერვისების მოცულობა, კლინიკები იღებენ მეტ დაფინანსებას, ხოლო გადასხმისთვის საჭირო მედიკამენტებს პაციენტები იმავე კლინიკაში იღებენ, სადაც პროცედურა ტარდება. ასევე ისაუბრეს იმ სახელმწიფო პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც როგორც საქართველოში, ისე უცხოეთის წამყვან კლინიკებში ონკოპაციენტები ბავშვების მკურნალობა სრულად ფინანსდება.
ონკოლოგია არის უკვე არა მარტო სამედიცინო, არამედ სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული გამოწვევა. შესაბამისად, მას ჭირდება ესეთი სისტემური პასუხი, ჭირდება გვერდში დგომა, სოციალური სოლიდარობა, ჯანდაცვის სისტემის მდგრადობა და მობილიზება, იმიტომ რომ ყველა სფეროზე, ყველა ოჯახიდან დაწყებული ჯანდაცვის და საერთოდ მთლიანად ქვეყნის პოლიტიკით დამთავრებული ყველაფერზე ახდენს ზემოქმედებას. განხილული იყო 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის მიღწევები ამ მიმართულებით და მნიშვნელოვანია, რომ საომავლოდ დაიგეგმა არაერთი საინტერესო ღონისძიება, რომელიც მოგცემს ჩვენ შესაძლებლობას, რომ გავზარდოთ მოცვა სკრინინგის კუთხით, ამავდროულად გავზარდოთ მოცვა ვაქცინაციის კუთხით და შევამციროთ ის ნეგატიური ეფექტი და გავლენა, რაც ამ ვერაგ დაავადებას აქვს. არსებობს კიბოს ისეთი ტიპები, რომლებიც განსაკუთრებით პრევენცირებადია, მაგალითად, საშვილოსნოს ყელის კიბო. ადამიანის პაპილომა ვირუსის ძალიან ეფექტური ვაქცინის და სკრინინგის პროგრამების მეშვეობით, რომლებიც წინასწარ კიბოს წინა დაზიანებებს ავლენს და მათი დროული მკურნალობის საშუალებას იძლევა. ჩვენ მივდივართ იმ ეტაპამდე, როცა ქალების ახალი თაობა შეძლებს იცხოვროს საშვილოსნოს ყელის კიბოს გარეშე.